საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს გორში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცე. მიმდინარეობს საბავშვო, შემეცნებითი, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების თემატიკით აქტივობები. მოწყობილია სიმბოლური საპასპორტო კონტროლი. ადგილზე განთავსებულია კვების და ტკბილეულის სივრცეები. ნინო ფისაძე გორიდან. დიახ, ქვეყანა მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს და ტრადიციულად 26 მაისის ღონისძიებები გორში ცენტრალურ მოედანზე იმართება. მთავარი მასპინძელი დღევანდელი ღონისძიებების გორში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქ უწყებას წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა თემატური ინსტალაციები, ასევე შემეცნებითი და კულტურული სივრცეები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აქ მოსული მოზარდების სიმბოლური საპასპორტო კონტროლის სივრცე და ასევე საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სივრცე, რომელიც აი ამ ნაწილშია მოედნის მოწყობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქ წარმოდგენილი აქვს ასევე სპეცაღჭურვილობა და ტექნიკა. აგერ თქვენ ხედავთ ჩემს უკან კადრში საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს და ცენტრალური მოედნის უკვე ეს სივრცე მთლიანად დათმობილი აქვს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებულ სამხედრო ტექნიკას. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის სახელით მინდა სრულიად საქართველოს, ყველა ქართველსა და საქართველოს მოქალაქეს მიულოცო დღევანდელი დღე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეს არის უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული ჩვენი ერთიანობის, თავისუფლებისა და სახელმწიფო დამოუკიდებლობის სიმბოლო. როდესაც ყველანი ერთად მზეიმობთ ყველაფერს იმას, რაც გვაერთიანებს, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ერთობას და ჩვენს ყოველდღიურ არჩევანს ვიყოთ თავისუფალი. საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ყოველი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, განსაკუთრებით ჩვენთვის, სამხედროებისთვის. 26 მაისი ჩვენი გამარჯვების დღე, ერთიანობისა და საერთო სახალხო ზეიმის დღე. დღეს აქ წარმოდგენილია თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯამშა ტექნიკა, артиლერია, კავშირგამულობა და საინჟინრო საშუალებები, ასევე ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ხედავ ოჯახებს, შვილებით, რო გვაქვს შესაძლებლობა მომავალი თაობა დავაინტერესოთ სამხედრო საქმით და ქართული ჯარი კიდევ უფრო შევაყვაროთ. საქართველოს მივესალმები, მიულოცავ რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს. ძალიან გასახარია, ესეთი ღონისძიება რო ტარდება, პატარები ეცნობიან ჩვენს როგორც სამხედრო ტექნიკას, ისე ამასთანავე გასართობი, ბევრი რაღაც გასართობი არის და რა ვიცი, კარგია რა, სასურველია რომ ყოველ წელს ჩატარდეს და უფრო და უფრო მეტი ხალხი მოვიდეს და უფრო და უფრო მეტმა გაიგოს დღევანდელი დღის შესახებ. სპეციალურ მოწყობილ სცენაზე უკვე 2 საათიდან ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან აქ მოსული მოსახლეობის წინაშე. 15 საათსა და 10 წუთზე კი დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს გორის ქალთა კამერული გუნდი შეასრულებს.